I'm German homelos, I drink coffee and I know things. 26 ეპიზოდის სიტყვა არის ყოვარი. ბევრი ვისაუბრეთ ადამიანებზე, რომელსაც ეს ცოტა არ იყოს და სასაცილო თვისება აქვთ, მაგრამ ამჯერად საუბარი გვექნება კატეგორიაზე, რომელიც უშუალოდ ამ თვისებითაა ყველასგან გამორჩეული. საუბარია ადამიანზე, რომელიც გამუდმებით ყოველ დღე, ყოველ წუთს და ყოველ საათს ცდილობს, რომ როგორმე ვინმეს და უფრო სწორი ნათქვამი იქნება, ბევრის ყურადღება მიიპყროს. ყველა მას უყუროს, მოусმინოს, ესაუბროს, იზრუნოს და მასზე იყვნენ ბოლომდე გადართულები. ოღონდ არ გეგონოთ მხოლოდ დადებით ენერგიებს ითხოვდეს, ანუ მხოლოდ მოფერება სურდეს, არა. ოღონდაც შემჩნეულად იგრძნოს თავი და მზადა კამათში, ჩხუბში, უაზრო დაპირისპირებაში ჩაერიოს. წყევლონ, აგინონ, დასცინონ, შეარცხვინონ, საჯაროდ ისე. ყველაფერზე თანახმაა, მართლა თანახმაა, ოღონდ რადგან ეს უკვე ჩვევა და განწყობა კი აღარაა, რომ ახლა უნდა რომ იყოს ყურადღების შუაგულში და საღამოს ხვალ ზეგ აღარ ენდომება, მერე ისევ ენდომება, მერე აღარ და ასე. ასე კი არაა საქმე, არამედ ფიზიკურად ვეღარ ძლებს მღელვარების და ურთიერთობების გარეშე და ეს უკანასკნელი ძირითადად ხელოვნურად აქვს ცხოვრებაში, რადგან ამ ყურადღების მათხოვრობით ყველას მოაბეზრა თავი და ხათრიდღა ურთიერთობენ მასთან. რაღაც დონეზე ეს ესმის მას, განაარესმის, მაგრამ ვერ ჩერდება, უკან ვეღარ იხევს, უпроსოროდ აღარ იხევს, აღარ გამოსდის. გამომწვევ მიზეზებზე რომ დავიწყოთ საუბარი, როგორც სიტყვიან ხოლმე შეიძლება ახალი წელი თავზე დაგვადგეს, სანამ დავასრულებთ ამაზე საუბარს. ამიტომ უნდა გამოვყოთ სამი ძირითადი მიზეზი ყოვრად ადამიანის ჩამოყალიბების. პირველი ეს არის გულგრილი და არამეგობრული მშობლები, რომლებიც ყოვარს თითქმის ვერც ამჩნევდნენ მთელი ბავშვობა და როგორც მუნჯ ლექვს ისე ეპყრობოდნენ. საჭმელი აქვს, სასმელი აქვს, ტანსაცმელი აქვს, ქუჩაში არ ძინავს, მეტი რაღა უნდა ვქნათო. ის ხო არა ვართ ახლა მართლა რომ ყველაფერი გამომდიოდესო. ეს აზროვნება აქვთ ყოვარის მშობლებს, ამიტომ ყოვარი სულ გარიყულად და დაჩაგრულად გრძნობდა თავს. თან მით უმეტეს თუ დაანძმა არ ყავდა და თუ ყავდა და მაინც ასე ექცეოდნენ, უფრო მეტი შანსია კიდევ რომ ყოვრად იქცეს. ამიტომ მე ვიტყოდი, რომ ყველა ადამიანის საქმე არაა დედობა და მამობა, მშობლობა. და მხოლოდ იმიტომ გაჩენა შვილის, რომ სიბერეში მომლელის გარეშე არ დარჩეს და მშობლობის სურვილის ეგოისტური საფუძველი გაქვს, უბრალოდ იცოდე, რომ ასეთი დამოკიდებულება ცხოვრებისა და ადამიანებისადმი ერთ დღესაც ძალიან ცუდად მოგიბრუნდება. ამიტომ შვილებს მეტი პატივისცემით მოეკეცით. თუ არ შეგიძლიათ, დააძალეთ თავს. ხანდახან თვითიძვლებაც სამართლიანია. მე ვერ ვიტყვი, რომ ასეთი მშობლები და შემთხვევები არ უნდა არსებობდნენ, რადგან მათი არსებობაც საჭიროა. ღმერთს თავისი გეგმა და მისია აქვს ყველა ადამიანისთვის და ასეთებისთვისაც. მეორე მიზეზი ესაა პატარა ასაკში გამოვლილი, გადამეტებული ხელის გულზე ტარება, მოფერება, ცივინიავის არ მოკარება, რაიმე სფეროში წარმატება, ბავშვმა ან კარგად იმღერა, ან კარგად ცეკვავდა სპორტის რომელიმე სახეობაში ჩემპიონი გახდა, ან ფილმში გადაიღეს და მთელმა ქვეყანამ გაიცნო. ხომ ხვდებით, ბავშვობის წლების უმეტესობა ისე გაიარა, რომ სულ თავს დასტრიალებდნენ და ყურადღების შუაგულში იყო გამუდმებით. მერე გავიდა დრო, გაიზარდა, მიივიწყა ხალხმა და ამას უკვე დამოკიდებულება ჩამოუყალიბდა. ნარკოტიკივით იქცა ეს ყურადღება და ბუნებრივად რომ ვეღარ იღებს, ცდილობს მის ხელოვნურად მოპოვებას.
მესამე მიზეზი არის უბრალოდ გადამლაშებული სოციალურობა. ანუ არანაირი ტრამვების გამო არ იქცა ყოვურად. უბრალოდ ძალიან უყვარს ხალხმრავლობა და ურთიერთობები. მარტო ყოფნა კი უსასტიკესად სძულს. კურნალობა ზედმეტად წარმოუდგენელ მოვლენად გვესახება, რადგან თითქმის შეუძლებელია. ძირითადად ასეთად რჩება ადამიანი სამუდამოდ. ერთადერთი, რამაც შეიძლება შეცვალოს ყოვარი, ეს არის მძიმე შოკური დარტყმა, როცა ერთდროულად ერთბაშად ჩაახედებს თვალებში რეალობას რამდენიმე ადამიანი. მას. ესე იგი რაღაც ისეთს ეტყვიან, რომ ყოვარი მიხვდება, ეს ყურადღება და მისი მათხოვრობა მთლად კარგი რამ არაა. იყოს ბუნებრივი რაოდენობით არ იქნება, ესეც არავუშავს და დაძალებით მისი მოპოვება ნამდვილად არ ღირს. ყურადღების მთხოვნელს, მათხოვარს, უხეშად რომ ვთქვათ, ეწოდება ყოვარი.